ეს არის ნიო პარფუმ პარიზულ ფერებში მესუქნად რომ ამ არომატ მოგესალმებით ჩემო სურნელოვანო მეგობრებო, მე ვარ გიგი და დღეს უნდა ვისაუბრო ქართულ სუნამოებზე, ქართულ პარფიუმერულ ბრენდებზე და ყველა იმ ბრენდზე, რომელიც დაკავშირებული არის ან საქართველოსთან, ან ქართველებთან. Postscriptum დღეს ვისაუბრებ მხოლოდ სერტიფიცირებულ ბრენდებზე, ამიტომ შეიძლება რომელიღაც ბრენდები გამორჩეს. სანამ ვიდეოს დავიწყებ, თხოვნა დაალაიქოთ მოწონების შემთხვევაში და არხი გამოიწეროთ. იმედია მოვახერხებ და აქტიურად დავტვირთავ ვიდეოებს. როგორც იცით, საქართველოს არ აქვს მრავალსაუკუნოვანი პარფიუმერული ისტორია, თუმცა არსებობდა ბრენდი, რომელმაც წარუშლელი კვალიტატოვა მსოფლიო პარფიუმერულ რუკაზე. ქართულ სუნამოს ძველ ტრადიციებს რაც შეეხება, ალბათ მხოლოდ მე-18 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ მე-6-ის მიერ რუსეთში დაწერილი წიგნის ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის თუ გაგახსენდება, მაგრამ დღევანდელი მოთხოვნებისთვის გასაგებია, რომ ეს საკმარისი ვერ იქნებოდა. ზოგიერთი თქვენგანი მიხვდებოდით თუ რომელი ბრენდით დაიწყება ეს ვიდეო. ეს არის პრინც მაჩაბელი, რომელიც შექმნა სუნამოების პრინცად წოდებულმა გიორგი მაჩაბელმა. გიორგი მაჩაბელი იყო მწერლისა და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბლის ძმისშვილი. გიორგი მაჩაბელი ცოლთან იტალიელ მსახიობ ნორინა ჯილისთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა, სადაც 1924 წელს ანტიკვარიატის მაღაზია წითელი და შავი დააფუძნა. 1926 წელს კი ცოლ-ქმარმა ნასესხები $4000 სუნამოს კომპანია პრინც მაჩაბელი პარფიუმ კომპანი გახსნა, რომელიც დროთა განმავლობაში ისეთ წარმატებულ ბიზნესად იქცა, რომ ამერიკული კორპორაციების ტოპ 5-ში შედიოდა. გრიგოლ რობაქიძე გიორგი მაჩაბლის შესახებ წერდა, რომ გიორგი 1000 საბანში რომ ჩაახვიო და სადმე დამალო, ვინც იქმნივა, მაშინვე შეატყობს, აქ საქართველოს სუნიაო. მაჩაბლის მიერ პირველი გამოშვებული სუნამოს სახელწოდებაა საქართველოს დედოფალი, ასევე თავისი ცოლის სახელი ქვია სურნელს ფლაკონში პრინცესა ნორინა, ხოლო გრეის მური 1934 წლის სუნამოს, რომლის სახელი მაჩაბელმა ოპერის მომხრლის პატივსაცემად შეარჩია. პრინც მაჩაბელის სუნამოს ფლაკონები სამეფო გვირგვინის ფორმით გამოირჩეოდა, ეს იყო მაჩაბელის საგვარეულოს გერბი. ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურის გამზადდებოდა, თუმცა შემდეგ გადავიდნენ შუშის წარმოებაზე ჯორჯ კობი გლას კომპანიისთან კოლაბორაციით, რომლის მფლობელიც იყო ჯორჯ კობი, იგივე გიორგი კობახიძე. პრინც მაჩაბელის სუნამოების ხაზთან ერთად აქტიურად მუშაობდა კოსმეტიკურ ნაწარმზეც, მათ შორის აბაზანის პროდუქტებზე და დეკორატიულ კოსმეტიკაზე. კომპანიის განვითარების მიზნად გიორგი მაჩაბელს მოუწია ემოგზაურა კალიფორნიასა და შანხაიში, თუმცა გზაში გაცივდა და 1935 წელს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ხოლო შემქმნელის გარეშე დარჩენილი კომპანია მისმა მეუღლემ სოლ განცს მიყიდა $250,000. პრინც მაჩაბელის ხაზის სუნამოების შეძენა დღესაც შესაძლებელია, განსაკუთრებით აქტიური და პოპულარული არის კონექტიუდის შტატში. პრინც მაჩაბელის ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი სუნამო არის Wine Song, რომელიც კლასიკური შიპრ ჟანრის არომატია. ეს სტილი მაშინ საკმაოდ პოპულარული იყო მის დიორის ჰაიპიდან გამომდინარე. პატევი მაქვს ამ სუნამოს ვინტაჟური ფლაკონი და სითხე მქონდეს კოლექციაში, მის ერთ-ერთ სუნამო აბანოსთან ერთად. პრინც მაჩაბელი დღემდე საკულტო პარფიუმერულ ბრენდად რჩება ამერიკაში და მსოფლიოშიც. მართალია თვითონ ბრენდი ქართული არ არის, თუმცა ქართველის მიერ შექმნილი ამ მასშტაბის ბრენდი ნამდვილად საამაყო უნდა იყოს ჩვენთვის. მე-19 საუკუნის მიწურულს ნაფარეულში ეთერზეთების პირველი მომცრო ქარხანა გაიხსნა, თუმცა დროსთან ჭიდილს ვერ გაუძლო და 1913 წლისთვის დაეხურა. 1953 წელს ეს საქმე განახლდა და თბილისში პირველი პარფიუმერულ კოსმეტიკური ფაბრიკა ივერია დაარსდა. 1953 წელს ახალბედა პარფიუმერებმა საქართველოში შეიმუშავეს ფორმულა და მათ პირველ სუნამოს ივერია დაარქვეს. პირველი პარტია ლაბორატორიული წესით დამზადდა, ხოლო გაფორმებული იყო ქართული ელემენტებით. ფაბრიკა ივერიის გახსნა სტანისლავ გიორგაძემ ჩაუყარა საფუძველი. 1959 წელს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიდუბეში, მან მეგობართან ერთად საკუთარი ხელით წამოიწყო ფაბრიკის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი ქარხანა მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთი იყო და პლუს ამას ამ ქარხანას ჰქონდა ნედლეულების ძალიან დიდი ბაზა, რომლებსაც თავიანთ პროდუქტებში იყენებდნენ. ყველაზე პოპულარული და ძვირფასი ნედლეული იმ ქარხანაში იყო ევგენოლის რეჰანი, იგივე იუჯინოლ X Clove, რომელიც ჩემ კოლექციაში არის მსგავსი მატერიალი, ქართული არ არის. ქართული ბაღის რეჰანი სხვა მცენარეებთან ერთად ჯერ კიდევ ორფიკულ არგონავტიკაში არის მოხსენიებული კოლხეთის დედაქალაქში გაშენებული ჰეკატეს ჯადოსნური ბაღის აღწერისას. საინტერესოა, რომ მედეას მაგიური მცენარეების ბაღს ევროპაში პირველად მედიცინის ისტორიის გერმანელმა მკვლევარმა შპრენგერმა მიაქცია ყურადღება, როდესაც ამ მცენარეების ზემოქმედება დაწვრილებით განიხილა 1792 წელს გამოცემულ ნაშრომში უძველესი კოლხური მედიცინა. ეთეროვანი ზეთების პირველი ქარხნები 1928-29
2009 წლებში ყირიმსა და საქართველოში სოხუმში აშენდა. საქართველოს პირველი ადგილი ეპოვა ტროპიკული და სუბტროპიკული ეთერზეთების წარმოებაში, თუმცა რაც შეეხება თვითონ პარფიუმს, სუნამოს 1960 წლამდე მაქსიმუმ ვარდის სეთი შეგეძინათ. საქართველოს ეს უმდიდრესი და უნიკალური რესურსი გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოს უმასპინძლა ეთერზეთების სპეციალისტთა მეოთხე კონგრესი. ამ კონგრესს ესწრებოდა 700-ზე მეტი სტუმარი 30-მდე ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკა, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია და ასე შემდეგ. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას მიეძღვნა ივერიის სასოვენირო ბარათებით გაფორმებული 4 ახალი სუნამო, თბილისის ცა, ფრესკის ღიმილი, თინათინი და ავთანდილი. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 1980-იანი წლებიდან ივერიის დაღმასვლა და პრინციპში ნგრევაც დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის გრევასთან, ეს რა ქვეყანა დაგვინგრიეს. ამ პერიოდიდან ძალიან დიდი დრო გავიდა სერტიფიცირებული, სათქმელად ღირებული სუნამოების შექმნამდე. ბოლო 10 წლებში ქართულ პარფიუმერულ ასპარეზზე გამოჩნდნენ ბრენდები, რომელთა შორის არის ციკოლია. ციკოლიას ძირითადი საქმიანობა იყო საათები, შემდეგ დაამატეს სამკაულები, სათვალეები, სუნამოები. ამ სუნამოებიდან გვაქვს ორი ხაზი წარმოდგენილი. პირველი არის ქვევრის ხაზი, რომელთა კოლექციაში შედის გოლდი, სილვერი და კუპერი. ფლაკონები არის ქვევრის ფორმის, რომელთა 50 მლ-ის ღირებულება არის 550 ლარი. ცოტა ხნის წინ ციკოლიამ გამოუშვა სუნამოების ახალი ხაზი. ეს არის Chrono for him და Chrono for her, რომლის შეძენას შეგიძლიათ 50-იან და 100 მლ-იან ფლაკონებში. 100 მლ-იანი ფლაკონის ღირებულება დაახლოებით 400 ლარამდე აღწევს. ქართულ ბრენდებში ასევე აღსანიშნავია ბრენდი კავეული. კავეული ეს არის ქართული არტიზანული სუნამოების ბრენდი, რომელიც ქართველი და იტალიელი პარფიუმერების თამარა ქაფიანიძისა და ბოტეგა მალატინის კოლაბორაცია. ეს ბრენდი შთაგონებას იღებს მისი შემქმნელის ბავშვობის მოგონებებისგან. ამ ბრენდის კოლექციაში შევხვდებით 3 სუნამოს. პირველი არის კავეული პარფუმ, რომელიც არის შიპრ ჟანრის არომატი, ბერგამოტისა და ვეტივერით დომინანტური არომატებით. მისი შეძენა შეგიძლიათ 60 მლ-იან ფლაკონებში და ღირებულება არის 1400 ლარამდე თუ არ ვცდები. შემდეგი სუნამო არის ვენერა, რომელიც არის ხილოვან აღმოსავლური ჟანრის არომატი, მისი 100 მლ ფლაკონის ღირებულება შეადგენს 870 ლარს. და ბოლოს მზე, რომელიც არის 7 ნაზი ყვავილოვანი ჩაის არომატი, რომლის 50 მლ-იანი ფლაკონის ღირებულება არის 680 ლარი. ქართველების შექმნილი ბრენდებიდან გამოსარჩევი არის ყანჩაველი, რომელიც გამოირჩევა არაორდინალური განსხვავებული პრეზენტაციის სტილით, ნამდვილი ულტრანიშური კონცეფციით, მის არომატებზე ვერაფერს გეტყვით, დატესტილი არ მაქვს. ღირებულებასაც შეეხება 50 მლ დაახლოებით 300 ევრომდე დაგიჯდებათ. ასევე არსებობს ასეთი ბრენდი, ვინც არ იცით, House of Atropa, რომელიც ბოთლების სპეციფიური სტილით გამოირჩევა. ეს ბრენდი მზადდება საქართველოში, თუმცა შემქმნელი ქართველი არ არის. ჩემს ბრენდსაც მივადექით, რომელიც შთაგონებას იღებს ქართული კულტურისგან, წერლობისგან, ადგილებისგან და ყველაფერი ქართულისგან. ჩემი სუნამო დამზადებული არის სრულიად საქართველოში და ბრენდიც შესაბამისად ქართულია. მატიანე პარფუმს აქვს ჯერჯერობით ერთი არომატი, სახელწოდებით ბადაგი, რომელიც შთაგონებას იღებს გიორგი ლეონიძეს ლექსისგან, ოჯახის პაემანი. 50 მლ-იანი ფლაკონის ღირებულება კი შეადგენს 312 ლარს. ამ არომატში შეხვდებით წითელი ღვინის აკორდს დარიჩინთან, ვანილთან, თამბაქოსთან, შაცმიდან, ვარდთან და სხვა მერქნოვან ნიუანსებთან ერთად. გაზაფხულს დაახლოებით აპრილის ბოლოს ან მაისის შუა რიცხვებისთვის დაემატება კიდევ ორი არომატი. ეს არის მერანი და იისფერი თოვლი. ამ სამი სუნამოთი შეიკრება მატიანე პარფუმსის პირველი პოეზიის ხაზი. მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს ახალ ხაზზე, რომელიც მიეძღვნება ძველ ქართულ სამეფოებს, ეს არის იბერია, კოლხეთი და ტაო. უკვე ვიცი, რომ ეს სამი სუნამო იქნება საუკეთესო რამ, რაც კი შემექმნია. თავმდაბალი დავრჩები და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ამბრის, პაჩულის და საკმაოდ დომინანტურ არომატებს წარმოგიდგენთ. არ ვიტყვი, რომ საუკეთესო ვარ, ამაზე მეტი თავმდაბლობა რა გინდა. ახლა გამახსენდა, არ ვიცი რამდენად სერტიფიცირებული ბრენდია, მაგრამ კონცეფცია ძალიან საინტერესო აქვს. ბრენდს 1980, რომელიც არტიზანული ბრენდი არის, დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ადამიანი ამზადებს სუნამოებს. ხო, სელებრიტი სუნამოებზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ რატომ უნდა ვისაუბრო, სელებრიტი სუნამოები რანგით არც თუ ისე მაღალი რეპუტაციით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელობა არ აქვს სელებრიტს, გინდ ლეიდი გაგა იყავი, გინდ ბილი აილიში, გინდ ბიონსე, გინდ შაკირა, გინდ ბრიტნი სპირსი, $40
მათი ფასები არ ცდება. კი ბატონო, კარგი, ლამაზი, მშვენიერი, მასაზე გათვლილი არომატები აქვს. სელებრიტის უნამოების პრინციპში დიდი არჩევანი არ გვაქვს, ხონი ნუკის აქვს. ნუცა ბუზალაძეს აქვს და ეს არის ნეო პარფამ. პარიზულ ფერებში მესულგნადრობ. ამ არომატებს შენ ვერ ელევი, ვერ დაგივიწყებ, ვერ გელევი. იმედია რომელიმე ბრენდი არ გამომრჩა, თუ ასეა, დამიკომენტარეთ. მე კი ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით, არხის გამოწერაც. ვიდეოს და ლაიქებაც არ დაგავიწყდეთ. ნახვამდის.